ცხადი არ შემიძლია არ გამოვიხმაურო იმ რამდენიმე ასეულ კომენტარს, რომელიც მასწავლებლის საჩუქრის ფულის შეგროვებასთან დაკავშირებულ ეპიზოდის ქვეშ დაიწერა და მოდი მოვისმინოთ ეს კომენტარები. თუ ხვდებით ახლა რამდენ მასწავლებელს აყენებთ შეურაცხყოფას, ან რა საჯაროდ განსახილველი თემაა, ეთყობა მეტი საქმე არ გაქვს, დალიეყავა. აღარც მასწავლებელს აფასებთ, აღარც დიდს და აღარც პატარას. ვითომ ახლა რაღაც თქვი. შევწუხდით, ნუ თუ საახლობლოში არავის არაფერს ჩუქნით. რა გახდა მასწავლებლის საჩუქარი ასე რომ იყვედრებით, განა რამდენს დებთ მშობლებო სირცხვილია. ამას მასწავლებლების კითხულობს, ჩემი შვილი სადაც მაქსიმალურად კარგად გრძნობს თავს, იქ როგორ დავიშურებ რაიმეს. დაბადების დღეზე კლასმა საჩუქარი რომ მიართვას პედაგოგს, ესაა პრობლემა. მე მიმაჩნია რომ თქვენი პოსტი არის მშობლების შეურაცხყოფა და მასწავლებლების დაკნინება. რატომ აძლევთ თავს უფლებას რომ ასე საჯაროდ გადმოაფრქვიოთ თქვენი აზრები? მშობელიც ვარ და მასწავლებელიც 35 წელია. მოკლედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემს ვიდეოში არ მიგულისხმია მასწავლებლის მიმართ გამოხატული სიმბოლური ყურადღების ფორმით გაკეთებული საჩუქარი თუ ყვავილები. მე ვიგულისხმე ქრთამი, რომელიც ძალიან ხშირად სკოლებში არის საჩუქრის ფორმატით და მოფერებით რაც არ უნდა ვეძახოთ ქრთამს საჩუქარი, ქრთამი არის ქრთამი და ძალიან მარტივი გასარჩევია. როდესაც მასწავლებელს ჩუქნით ოქროს ძვირადღირებულ სამკაულებს, ეს არის ქრთამი. როდესაც მასწავლებელს ჩუქნით ძვირადღირებულ ტექნიკას, ეს არის ქრთამი. როდესაც მასწავლებელს ჩუქნით ვაუჩერს, სასაჩუქრე ვაუჩერს, რომელიც არის რამდენიმე ასეული ლარის ღირებულების, ეს არის ქრთამი, იმის მიუხედავად, რას დაუძახებს ამ საჩუქარს მეტი ჩარა მშობელი თუ კორუმპირებული პედაგოგი.